მოგესალმებით, როგორ ხართ ჩემი არხის გამომწერებო განსაკუთრებით. გულითადი სალამი და მადლობა თქვენ. ასევე მადლობა არხის სტუმრებს, ადამიანებს, რომლებიც პირველად მოხვდით ამ სივრცეში და გაგიჩნდათ გარკვეული ნდობა ჩემს მიმართ. Რა თქმა უნდა, თვითონ თქვენთაგანს ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს და როგორ ჩქარობს არკანები. ესე იგი, დღევანდელი გაშლა მინდა ერთ-ერთი მაყურებლის თხოვნით გავაკეთო, აღდგება თუ არა ურთიერთობა. და ვნახოთ, აღდგება თუ არა ურთიერთობა. სანამ დავიწყებდე 4 ვარიანტზე გავაკეთებ, ერთ რაღაცას გეტყვით, ჩემო კარგო ადამიანებო, რომ სამყაროში ტელეპათია რომ არსებობს, ამას უკვე მეცნიერებიც დადებითად აფასებენ, ასე ვთქვათ, უფრო სწორედ თანხმდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ეს მეცნიერულ დონეზე, როგორც ასეთი გაშიფრული და ფაქტებით, რა პროცესები მიმდინარეობს ამ პერიოდში, ესე კი ვამბობთ, საუბრობთ ძალიან ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ფსიქოლოგები, ხო, ფილოსოფოსები, მაგრამ აი მეცნიერული ფაქტები ჯერჯერობით ესე არ არის, ხო, დადებული. ტელეპათია არსებობს, სიზმარი არსებობს, ხო? არსებობს რაღაცა წინათგრძნობა, არსებობს ინტუიცია. შესაბამისად და ძალიან მიყვარს ეს გამოთქმა ზოგადად კიდევ, რომ შემთხვევითობა არ არსებობს, ხო? ხშირად ღმერთი ზუსტად შემთხვევითობის სახელით ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში. რატო ვსაუბრობ ამ ყველაფერს? ერთ-ერთი გოგონა მეუბნებოდა, რომ იცი, სულ მაქვსო განცდაო, რომ კიო, არ მეხმიანება, კიო, წავიდაო, კიო, ну მოკლედ, ძალიან ცუდად მომექცაო, მაგრამ სულ მაქვსო ის განცდაო, რომ ვჭირდებიო და ისიც 24/7-ზე როგორც მე ვფიქრობ, ისე ფიქრობს ისიცო. არსებობს ასეთი რაღაცები, ჩემო მეგობრებო, ნამდვილად და რეალურად, მაგრამ ამავდროულად არსებობს ისეთი ილუზიებიც, როცა ჩვენ ეს უბრალოდ გვეჩვენება და გვგონია. ამიტომ მე ყოველთვის მომხრე ვარ ხოლმე ღია, ნათელი სიტუაციების და თუ ვთქვათ ადამიანი მუდმივ ეჭვებშია, ყოველთვის ვურჩევ, რომ რა პრობლემაა, დატესტე, ცადე, მისწერე. ნახოთ, აბა რას გეტყვის, ხო? თუ დაბლოკილი ყავხარ, კი ბატონო, ნუ გასაგებია, რომ ბლოკებში ხარ და ახლა მაპატიეთ ვიღაცას რომ, რა ვიცი, როგორ ვთქვა, ალზე თითის დაწვა არ უნდა, თქვენ ხანძარში თავქუდმოგლეჯილი არ უნდა შევარდეთ, ხო? ასე რომ ბევრი რამ მაინც თქვენზეა დამოკიდებული. ბევრი რამ მაინც თქვენ უფრო უკეთესად იცით, თუ თქვენს ქვეცნობიერს და თქვენს შინაგან ხმას მოусმენთ. ამიტომ, აი ხა ზუსტად ეს შემთხვევა მქონდა, რომ ამ გოგონამ გადადგა პირველი ნაბიჯი და რეალურად ისე აღმოჩნდა, როგორც ფიქრობდა ეს გოგო აბსოლუტურად, მაგრამ მე ვუთხარი, რომ შენ რომ გადადგამ ნაბიჯს და ეს ადამიანი შენ ისევ ჩვეულებრივ საუბარს დაგიწყებს და გექნება იმისი განცდა, რომ ურთიერთობა აღდგა, იცოდე, რომ უფრო მეტად გეტკინება, თქო. რატომო? იმიტომ, რომ ეს ამ სცენარს არ შეცვლის, თქო. ზუსტად იგივე გზით წავა იმავე ნაბიჯებს გადადგამს, ისევე დაგწყვეტს გულს, ну სტილი მისი ურთიერთობის არ შეიცვლება, იმიტომ კი არა, რომ არ უნდა, ის ასეთია, ვერ შეცვლი. ის თვითონ არის ჩამოუყალიბებელი, მას თვითონ აქვს უამრავი შინაგანი პრობლემა და უკვე ვეღარ ახერხებს კონცენტრაციას ერთობლივ პრობლემაზე. ნახეთ, საკუთარს რომ ვერ აცნობიერებ, საკუთარს რომ ვერ ჭრი, საკუთარში რომ ვერ ყალიბდები. ახლა როგორ უნდა მოსთხოვო იმ ადამიანს, რომ ჩვენი ერთობლივი მომენტი გადავწყვიტოთ, ან ჩემზე, ну, აი, მე გესმით დარწმუნებული ვარ, ძალიან ისეთი აუდიტორია მყავხართ. შესაბამისად, კი ბატონო, ნახოთ, აღდგება თუ ურთიერთობა, მაგრამ აღდგება თუ არა, ხო, ურთიერთობა, მაგრამ რა ვიცი, მე ზოგადად ნახოთ. ну გავასწრებთ მოვლენებს წინ, ხო? პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ვარიანტი, ფულის ტომსიკა, ალადინის ლამპარი და ბაყაყი. ხო, ბაყაყს ძალიან სკეპტიკურად უყურებენ ხოლმე და მე მიყვარს ბაყაყი, კაშეის პრინცს მაგონებს. ნახოთ, აბა, აღდგება ურთიერთობა პირველი ვარიანტისთვის. სასწაული მიჯაჭვულობა კი გაქვთ.
კი. აქ ურთიერთობა აღდგება, მეგობრებო, არ ვიცი, შეიძლება თქვენ რაღაც პრაქტიკებს მიმართავთ, ვინმეს სთხოვეთ და ხმარება ვიღაცას რაღაც, მაგი ამ დასტაში პირდაპირ მნიშვნელობით არის ქმედებები ჯადოქრული მიმართულებებით. ხო, რიტუალს ატარებს ადამიანი პირდაპირ მნიშვნელობით. აქ უკავია სანთელი ორივე მხარეს, რომელიც ანათებს, ანუ ცეცხლი ზემოთ მიწასთან, ჰაერთანაც არის დაკავშირებული ქვემოთ მიწასთანაც და ატრიბუტებიც ყველაფერი არის ზუსტად რიტუალის შესაბამისი და დასტაც პირდაპირ შემქმნელები ამას აღნიშნავენ, რომ ეს არის რიტუალი. ანუ, არ ვიცი, შესაძლოა თქვენი მედიტირებით, თქვენი ვიზუალიზაციით ან ვიღაცა ოსტატის ჩარევით, მაგრამ ურთიერთობა აღდგება, იმიტომ რომ მამაკაცები თუ მიყურებთ, თქვენს თავზე გადაიტანეთ საშინელი ლტოლვა და საშინელი ემოციური ბმა არის ჯერჯერობით ისევ თქვენთან. მაპატიეთ, მადლობა პირველ ვარიანტს, ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. მანახიაბა აღდგება თუ არა ურთიერთობა მეორე ვარიანტის მაყურებელსა და მის ჩაფიქრებულ ადამიანს შორის. აღდგება თუ არა ურთიერთობა მაჩვენე. აქ სამკუთხედის სუნი ტრიალებს, მეგობრებო. მამაკაცებიც რომ მიყურებდეთ, მე რა პრობლემაა? აღდგება თუ არა ურთიერთობა. ხო. აქ თუ ეხა როგორი მომენტია გეტყვით. აქ თასების მეფე ყავს. თასების მეფე იცით თქვენ ემოციებზე, იმპულსებზე ორიენტირებული ადამიანია, რომელიც ესე დღეს აი ამ ტალღაზია, ხვალ შეიძლება აბსოლუტურად სხვა მეთოდით დაგიბრუნდეთ ურთიერთობაში. ძალიან ბევრს ისაუბრებს, მაგრამ რა ვიცი, ქმედებებში შეიძლება ცოტა მოიკოჭლოს, მაგრამ 6-იანი ხმლები, სულ ვამბობ ხოლმე, რომ ხმლების მასში ყველაზე მეტად მიყვარს ეს არკანი. არის გადაადგილება, ემოციური გადაადგილება, ტერიტორიული გადაადგილება. ანუ მენტალური გადაადგილებაც კი წარმოიდგინეთ, რაღაცა გარკვეული დაბალი ვიბრაციებიდან მაღალ ვიბრაციებში გადასვლა, ან მიჯაჭვლობებიდან რაღაცა გარკვეულ სიმსუბუქეში გადასვლა. ყოველ შემთხვევაში ადამიანი ფიქრობს. უკაცრავად ქმედებებს და ნაბიჯის გადადგმას ფიქრობს. ახალ დასაწყის ფიქრობს უდაოდ. გადაწყვეტილების მიღებას ფიქრობს, მაგრამ აქ ორი ადამიანია. მამაკაცებისთვის ეს იქნება პირიქით, ხო? და ქალებისთვის პირდაპირ მნიშვნელობით აქ თქვენ ხართ და ერთი იმპერატრიცა, ან თქვენ ხართ და მეორე კვერთხების დედოფალი. მაგრამ ურთიერთობის აღდგენა აქ იქნება. მაგრამ აი დასაყრდენი იქნება თუ არა ეს დაბრუნება, ანუ რამდენად სტაბილური სიტუაციაში გადავა, ეს კიდე ცალკე თემაა. კარგით. მადლობა მეორე ვარიანტსაც, ვნახოთ ახლა მესამე ვარიანტში რა ხდება. ნახოთ ახლა მესამე ვარიანტში რა ხდება. ხო. სამსჯავროს არკანით აქ რაღაცეებს პასუხი, აქ ტრანსფორმაცია მიდის, აქ რაღაცეებს უნდა მიხვდეს, რაღაცები უნდა გაანალიზოს, რაღაცებს უნდა ჩააუღრმავდეს, რაღაცებზე სხვათა შორის საკმაოდაც შეაჯანჯღაროს, უნდა სამყარომ და ყურიც აუწიოს და მერე კი ბატონო, მერე მოვა. აქ დრო დაგჭირდებათ. და ჩემი კაშეის პრინცი ბაყაყი. ნახოთ, ეს რა სიზამს, მეოთხე ვარიანტი. შანსი ყველა ვარიანტში იქნება დღეს, რა ხდება რაღაცა ძალიან საინტერესო. კი. აქ ახლის დასაწყისი, ახალ ეტაპზე გადასვლა ურთიერთობების, სხვა შორის რაღაცა შესაძლოა სამსახურებრივი სფეროს გაკავშირებდეთ, ან რაღაცა ბიზნეს პარტნიორი, რაღაცა ესეთი მომენტიც გქონდეთ ერთმანეთთან, მაგრამ ბედის ბორბალი, ჩანს კი და ეტყვის არკანით.
შანსი მოგეცემათ ვარსკვლავის არკანითაც, რაღა თქმა უნდა, ამდენი მაღალი არკანი და ვარსკვლავის არკანიც მიზნის მიღწევა და გამარჯვება მეგობრებო. დღეს რაღაცა ძალიან კაი ენერგიებია. მადლობა 4-ვე ვარიანტს და ახლა ჩავწერ მე, რას მოიტანს ურთიერთობის აღდგენა. მოდი ასე გავაკეთებ. დაგემშვიდობებით ახლა დროებით.